დავუბრუნდეთ რუს არხიპოვებს და გავერკვეთ, რა აკავშირებთ მათ ფონდთან. მარია 46 წლისაა, იულია 45-ის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ ჰეინ, ესენი რომ მოვიდნენ თავიდან, რა იცოდით, ვინები იყვნენ ერთმანეთის? ანუ ჩოლქმარის მეგონა მართალი გითხრა, არ დაგიმალო. არ დაგიმალო, მეგონა, უამრავ რაღაც მეგონა, ერთ მეგონა თორემ. ეხლა ეჭვ რაღაცებზე. მარია არხიპოვა იყო მანამდე ევგენი არხიპოვი. ანუ 2013 წლამდე მარია არხიპოვი იყო ევგენი არხიპოვი, ცნობილი იურისტი რუსეთში. ეს ერთი და იგივე ადამიანია. და 2018 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთში პრეზიდენტობის. მე ვერ დარეგისტრირდა საბოლოო ჯამში ფინანსური ამბავის გამო და ესე გააგრძელა ადვოკატობა. ადვოკატი იყო 2019-ში დაინტერესდა კოსმოსური ამბებით და მას შემდეგ ამ კოსმოსურ რაღაც ინდუსტრიაში არის. ეს არის ეს ხო? კი. სწორედ მარიას არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო დაინტერესდა მათთან თანამშრომლობით პრავფონდი. მაშინ არხიპოვები რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვითა და აქტივიზმით იყვნენ დაკავებული. მარიამ სქესის შეცვლამდე, როცა ჯერ კიდევ ევგენი არხიპოვი იყო, მეუღლესთან ერთად შექმნა რუსი ადვოკატების ასოციაცია ადამიანის უფლებებისთვის. სწორედ ამ ორგანიზაციით დაინტერესდა პრავფონდიც. ფონდის თანამშრომლების შიდა მიმოწერაში ვიპოვეთ ასეთი ჩანაწერი. ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ რუსეთი მუდმივად აკეთებს ანგარიშებს და ღონისძიებებს შიდა მოხმარებისთვის, რომელსაც საერთაშორისო პლატფორმებზე სერიოზულად არ აღიქვამენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მათი, იგულისხმება მარიას და იულიას ორგანიზაცია, დახმარებით საბოლოოდ ვიპოვით ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმს.